მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო, ინტერნეტ მედია ჰოლდინგი PKTV იწყებს ახალ გადაცემას, რომელიც გააშუქებს ქართულ სპორტს, ქართული სპორტის პრობლემებს, ქართული სპორტის ყველა დეტალს. ჩვენ შევეცდებით, რომ რეალური ანალიზი გავუკეთოთ, რეალურად მოვახდინოთ ამ ყველაფერზე რეაგირება და მივაწოდოთ ქართულ მაყურებელს ინფორმაცია ზუსტი რაც შეიძლება. Am გადაცემას გაუძღვება მოქმედი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ვოიაჟის ჯერ კიდევ ფეხბურთელი ლაშა გურგენიძე. ლაშა მოგესალმები. მინდა გისურვო წარმატებები როგორც საფეხბურთო კარიერაში, ისე შენს ახალ საქმიანობაში. შენ ქართულ სპორტს დაეხმარები როგორც შენი საქმიანობით, როგორც მოქმედი ფეხბურთელი, ისე შეეცდები მიაწოდო მაყურებელს ინფორმაცია ჟურნალისტის ამპლუაში. ლაშა, დავიწყოთ იქიდან, რომ შენ ხარ ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ვოიაჟის მაისურით 28 შეხვედრაში გაიტანა 41 გოლი და ეს დამეთანხმება ალბათ მაყურებელი, რომ არც თუ ურიგო შედეგია, ძალიან კარგი შედეგია და ლაშა მე მაინტერესებს აი რა შედეგი მოყვა ამ ყველაფერს იყო თუ არა გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ თუ არა შენი წარმატებით არანაირი ისეთი გამოხმაურება არ მოყვა მართლაც 28 თამაში 41 გოლი ცოტა არა იგივე ავიღოთ პირველი ლიგის ფეხბურთელი მამია გაუშელიშვილი 37 თამაში 44 გოლი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების წევრი და საერთოდ არანაირი ყურადღება არ იქცევა არც ბომბარდირებს არც საუკეთესო ფეხბურთელებს ელემენტარული წახალისებაც არა რომ გამოავლინონ და დაასახელონ და რაღაც პატარა სტიმული მიცენ თუნდაც გუნდებიდან რომ გამოხმაურება მოყვეს და უფრო დაწინაურდნენ და უფრო ნორმალურ გუნდებში რომ ითამაშონ ძალიან ცოტა ინტერესია აი ლაშა ჩვენ ვიწყებთ საუბარს აი ზუსტად იმ თემას მივატეხით აი საიდან იწყება ქართული ფეხბურთის პრობლემა ეს არ არის რა თქმა უნდა ძირითადი საწყისი პრობლემისა მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ესეც არის ქართული ფეხბურთის კრიზისის კრიზისია ქართული ფეხბურთი რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს დღეს მაგრამ აი საიდან უნდა დაიწყოს რა პრობლემა უნდა დაისახოს როგორ უნდა დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზა რომ დაუშვათ ქართული ფეხბურთი გამოვიდეს ამ მდგომარეობით და შენ როგორ გესახება ეს გეგმა პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ბავშვთა ფეხბურთის შემდეგ დუბლ შემადგენლობები ასაკობრივ ზღვარს უნდა მიექცეს 14-15 წლამდე უნდა იყოს ისე დახვეწილი და ისე უნდა გაიზარდონ ფეხბურთელები რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. რამოდენიმე კლუბია თბილისის დინამო, საბურთალო და თბილისის ლოკომოტივი რომელსაც ყავს ასაკობრივი ყველა ასაკში კლუბი და საერთოდანაც ივსებიან უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელები. ბავშვთა ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა დღეს ისეთი მწვრთნელები მუშაობენ რომ საერთოდ ფეხბურთთან შეიძლება შეხება არ ქონდეს არანაირი ელემენტარული ბურთის მიღება ვერ ასწავლოს ბავშვს როგორც საჭირო ზუსტად. ამიტომ არის რომ ქართული ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან ახალგაზრდა თაობა მით უმეტეს გვაქვს საფეხბურთო სამყარო მაგრამ ვერ ვითარდებით ვერანაირად წინ ვერ მივიდივართ რომ რაღაც გვაკლდება ყოველთვის ფიზიკური მომზადება დისციპლინა ქართული ხასიათია და რაღაც გვჭირდება ისეთი გეგმა და ისეთი ფუძე რომ წინ წავიდეთ ეს დღეს რაც ხდება ესეთი იმით არ მგონია რომ რა წინ წავიდეთ წაიწეს ქართული ფეხბურთი ამიტომ რომ პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს თქმა უნდა ბავშვთა ფეხბურთით უნდა დაიწყოს ყველაფერი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება ყველაფერი რა თქმა უნდა და აი ყველაზე მეტად მტკივნეული და მნიშვნელოვანი არის შენც აღნიშნევა რომ აი ბავშვთა ფეხბურთში აი ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება აი როგორი ფიზიკური მომზადება უნდა ქონდეს ფეხბურთელს ისეთი არ აქვს როგორიც უნდა ქონდეს და აი ზუსტად აქედან მოდის ალბათ ხო პრობლემა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ალბათ
ეხლა რა თქმა უნდა გითხრები ფიზიკური მომზადება იმდენად ეხლა ასაკ პატარა თაობაში არა იმდენად თვალსაცემია რამდენადაც შემდეგ ვარჯიშის შემდეგ როგორი რეჟიმი აქვს როგორი იკვებება ის ფეხბურთელი როგორ ცხოვრობს საერთოდ საფეხბურთო სამყაროში და როგორ რასაკეთებს ის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის პროექტი ასეთი ნიჭიერი ბავშვებს აგროვებენ სხვადასხვა რეგიონებიდან და ერთად აკადემიასავით და ერთად ძინავთ ერთად იღუძებენ და იგივე დროს ჭამენ და იგივე დროს ვარჯიშობენ და ამათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებისთვის და ძალიან წინ წავლენ ყოველთვის. ეგეთი რამაც რო ხდება დასაფასებელია და იმედი ვიქონიოთ რომ გამოსწორდება და რაღაც ეტაპზე წავიწევით წინ. კი, ეგ რა თქმა უნდა, ესეთი საინტერესო ტენდენციაა ეს ნეტა ამას უნდა მიბაძოს საფეხბურთო კლუბებმაც, რომლებმაც უნდა შექმნან ის მომავალი თაობა, უნდა წარმოაჩინონ და ალბათ ესე იქნება, მაგრამ რა უნდა ყველაფერს და დრო გვიჩვენებს თუ როგორ იქნება და რანაირად მომავალში. აი, ეხლა მე რაც მაინტერესებს, ლაშა, ჩვენი გადაცემა, რომელსაც შენ წაიყვან მომავალში, არ შეეხება მარტო ფეხბურთს, ზოგადად მინდა უთხრა მაყურებელს, მაგრამ ჩვენი გადაცემა შეეხება ზოგადად ქართულ სპორტს, არა მარტო ფეხბურთს და აი ყველანაირად შევეცდებით გავაშვებოთ. ლაშა, დღეს ჩვენ ოქროს შენ მოქმედი ფეხბურთელი ძირითადი აქცენტი მაინც ფეხბურთზე გვექნება და რა მაინტერესებს ლაშა. აი ქართული მედია საშუალებებით შუქდება ქართული ფეხბურთი შეძლების დაგვარად, მაგრამ დამეთანხმება ყველა შენც და მაყურებელიც რომ აი არ შუქდება ესე სათანადოდ რომ აი მაყურებელმა ღირსეულ რეალურად შეხედოს ყველაფერს და ჩვენ შევეცდებით რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მათგან განსხვავებით. ეხლა რაც მაინტერესებს უმაღლეს ლიგას აშუქებენ ძირითადად და აი პირველ და მეორე ლიგას შედარებით ნაკლებად მაინც რატომღაც და აი რა მაინტერესებს შენ როგორც მეორე ლიგაში გამოდი ხო მეორე ლიგის კლუბში თამაშობდი შენ შეგიძლია ზუსტად რეალურად როგორი სიტუაცია სხვა კლუბებში თუნდაც შენ კლუბში როგორი სიტუაცია იყო 2-20 წუთი თუ შეგიძლია რომ იქიდან დავიწყოთ რომ თუნდაც უმაღლეს ლიგის გაშუქება ძალიან საინტერესოა თვითონ ქართველ ხალხს საინტერესოს მაგრამ იმდენად პროდიში და ჩვენი ფეხბურთელი გვიყვარს და ვაფასოთ მაგრამ იმდენად დაბალი დონე რაღაც 3-4 გუნდი თუ თამაშობთ ესეთ ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომლის ყურებაც ქსიამოვნებს და ღირს რაღაც მომენტში გიღებს იგივე თბილისის დინამო იგივე დინამო ბათუმი გოვლისტი და აი პირველ ლიგაში არიან ახალგაზრდა ნიჭიერები მეორე ლიგაშიც რაღაც თავისებური ხიბლი აქვს იმ თამაშებს მაგრამ როგორც ასეთი გაშუქება ძალიან საჭიროა და გეთახმები მაგაში აუცილებელია უფრო განვითარდებიან და უფრო საინტერესო იქნება საერთო ჯამში მაგრამ ეგ ყველაფერი იწყება იქიდან რომ ქართული მაყურებელი არ მოდის თამაშებზე არ აინტერესებს ფეხბურთელიც ვერ გამოდის და იმ 100%-ს ვერ დებს სულს და გულს იმ თამაშის დროს ეგ ყველაფერი ერთმანეთზე ამბიბული და არ ვიცი ძალიან ძნელია ესე პირდაპირ თქმა რომ აიგინე თუ არა პირველი ლიგა მეორე ლიგა უნდა იყოს რაც შეეხება აი პლეიოფების დროს აუცილებელია რომ ნახოს მაყურებელმა რომელი გუნდია ღირსი პირველ ლიგაში გადასვლის პლეიოფებს გაშუქება აი ძალიან ჭირდება და აუცილებელიც არის რომ ძალიან საინტერესოა რა მაყურებლისთვის შეიძლება ეხლა ყველა თამაში ვერ გააშუქო მართალს ამბობ მაგრამ აი ეს პლეიოფი ზღვარზე რო არის მოსული კლუბი უნდა გადავიდეს თუ არა უნდა დარჩეს თუ გადავიდეს ეს აუცილებლად უნდა პიკზე არიან გუნდები და თავი გამოიჩინა პლეიოფში მოხდა უკვე გადასასვლელად იბრძვის და ეგენ უნდა გააშუქონ ყველანაირად ძალიან საინტერესოა და მაყურებელი ძალიან აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად ყველანაირ ქართულ ფეხბურთსაც შეეხება ყველანაირ ინფორმაციას მოგაცდით მეორე პირველი უმაღლესი ლიგა იქნება ყველაფერს ვუცდებით რომ დეტალებში გავაშუქოთ და მოგაწოდოთ შეძლების დაგვარად არა მარტო ფეხბურთი ამაზეც შევხვდით და ვუხდით მაყურებელს ჩვენ გავაშუქებთ სხვა სახეობებსაც და რა მაინტერესებს ლაშა აი როგორ გონია
აი ძირითადი მიზეზი რაღაც პრობლემებზე ჩვენ ვისაუბრეთ თუ რატომ არის ქართული ფეხბურთი და ზოგადად ქართული სპორტი ასეთ დღეში ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ როგორ გონია შენ, ანუ რა შეიძლება გაკეთდეს პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ აი რაღაც ცვლილებები მოხდეს და ცოტა განვითარდეს უკეთ. ძალიან ისეთი თემა, მაგას მთელი გეგმა ჭირდება, მთელი უმაღლესი ლიგამდე მისვლამდე უნდა გაკეთდეს იმდენი რამე, რომ ფეხბურთელმა სტიმული ქონდეს იმის, რომ აი უმაღლესი საქართველოს უმაღლესი ლიგა ითამაშეს. რატომ ხდება, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ცოტათი გამოჩენს თავს და საშუალება აქვს, მიდის საზღვარგარეთ და იქ ისეთ დონეზე ყალიბდება, რომ უკვე ევროპის ის დონეზე შეუძლია გასვლა და სხვადასხვა გუნდებში დაკომპლექტება. იგივე ავიღოთ 19 წლამდე ახლა ზუსტად სახელი და გვარი არ მახსოვს იმ ბიჭების უკრაინის ახალგაზრდა ნაკრებში თამაშობენ, ერთ-ერთი წამყვანი ლიდერია, ერთი კაპიტანია და ძალიან გასახარდამო დასაწყოთია, რომ საქართველოში ვერ გამოიჩინეს იმ ბიჭებმა და ვერ განვითარდნენ იმ დონეზე, რომ აქაურ ნაკრებში ყოფილიყვნენ. ანუ ეს ყველაფერი იმას ემეთქველებს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის დონე, ის ჩამოყალიბება, რომ ჩვენივე ფეხბურთელი ჩვენ ავზარდოთ და იმდენი გადაუხადოთ და იმდენი მივცეთ ფინანსურად, რომ აქ იყოს ძლიერად და აქ იყოს ჩვენ კლუბში ითამაშოს. ეგ არის, რომ აი საქართველოს ჩემპიონატიდან თითქმის ძალიან მიზერული ორი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს ნაკრებში, ის თბილისის დინამო და იმიტომ რომ იქ ფეხბურთელი მომზადებულია ყველანაირად ფიზიკური იქნება დისციპლინა, იქნება საფეხბურთო აზროვნება, იქნება ყველანაირად მომზადებული ჩამოდის და ასე თუ ისე თავის ენერგიას ხარჯავს და ჩანს კიდეც რომ აი საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელი და დიდად განსხვავება არის, შეიძლება აქ უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი იყოს, უფრო ტექნიკური, უფრო აზროვნებდეს, მაგრამ ფიზიკურად ისეა გაზრდილი და განვითარებული, რომ ჩამოდის იმაზე მეც გულსდევს და იმაზე მეტი შეუძლია და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დღესდღეობით რეალობა ის არის, რომ ქართული ფეხბურთი აი თითქოს გაჩერებულია ერთ ადგილას და წინ ვერ მივდივართ. რაღაც არის ცოტა პოზიტივზეც რომ ვილაპარაკოთ, გორის დილემ რაღაც ცოტა ისეთი ფეხბურთი ანახა, რომ იმედის მომცემი თბილისის დინამო ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება უფლის წყალობით რაღაც ყურადღება მიექცევა მთავრობიდან, დაფინანსება იქნება ბიზნესმენები დაინტერესდებიან და წავიდეთ წინ. ყველაზე დიდი პრობლემა რაც საქართველოს ფეხბურთის დაფინანსება და უყურადღებობა სპონსორებისა და მთავრობის მიერ. ლაშა, შენ შეეხე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვან თემას შეეხე. აღნიშნე ახსენე ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი ნაკრების ღირსებას ვერ იცავენ, არ იცავენ, შენ როგორც აღნიშნე, უკრაინის ნაკრების, ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ქართული სპორტის, არა მარტო ფეხბურთში, ზოგადად ავიღოთ თუნდაც ჭიდაობა, იგივე ძიუდოში ყავს რამოდენიმე წარმომადგენელი, თუნდაც იგივე ჯარჯის ვიადაური, ილიას ილიადისი, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც ძალიან ბევრი წარმატება აქვს ამ სპორტსმენს. არიან სხვა სახეობებშიც სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ვერ თუ არ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის მნიშვნელოვანი. აი, ანუ საქართველოში მას არ შეექმნა ის პირობა, რომ საქართველოში წარმოეჩინა თავი, ვერ შეძლო ეს თუ აი რატომ უნდა წავიდეს, რატომ ის სპორტსმენი ალბათ, აი საქართველოდან რატომ უნდა წავიდეს? თქმა უნდა, გეთანხმები 100%-ით. ძალიან კარგი კითხვა დამისვი და ეგ არის ჩვენი თლიანად ჩვენი ერის ჩვენ სპორტული ქართული სპორტის ტრაგედია, ასე ვთქვათ. ქართველებს ნამდვილად არ ყავს ესე ხელიდან წასართმევი და დასაკარგი ბიჭები, მით უმეტეს ქართველი მიდის და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდის, იგივე ოლიმპიადა ავიღოთ, იგივე მსოფლიო ავიღოთ, იგივე ევროპა და სხვა ქვეყნის სახელს ადიდებს და წინ მიდის. ეგ ყველაფერი იწყება ისევ და ისევ ამ
ფინანსური მდგომარეობის გამო, რომ ელემენტარული პირობას არ უქმნიან ისეც, რომ წავიდეს ფეხბურთელი და ეგ არის. ფეხბურთელი ალბათ მოჭიდაო, ალბათ მიდის და იქ ნახულობს გზას, განვითარებას და პერსპექტივას და რა თქმა უნდა პირადს რო ეხება მე ანალოგიურად მოვიქცეოდი ჩვენს სპორტსმენი ვარ და მე სადაც კარგი ანაზღაურებ მე სადაც კარგი ვარჯიში მე სადაც კარგი მოგარები რომ ჩემი თავი წარმოვაჩინო ბოლომდე ხო წავალ და იქ ვითამაშებ რომ მე მინდა ბოლომდე წარმატებული ვიყო და მივახციო მაქსიმუმს რაც შემიძლია რა თქმა უნდა ძირფასო მაყურებლებო ჩვენ მცირე ხნით რეკლამაზე გავალთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და განვაგრძობთ ქართულ სპორტზე საუბარს კეთი სესიაშვილი ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი იგივე ჟურნალისტები და იურისტები ჩვენი უფლებების დასაცავად და ჟურნალისტური გამოძიების ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი ინტერნეტ ტელევიზია PK-TV იგივე პრესკავკასია-ჯი TV მდებარეობს თბილისი ჩუბინაშვილის 79-ში პირველი სართული ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზი 2961529 2182519 ვიმეორებ 2961529 2182519 კლებული სახით გამოვალთ ინტერნეტ ტელევიზია PK-TV იგივე პრესკავკასია GTV და ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი. ჩვენ არ მოგატყუებთ, ჩვენ ილიას გზით მოვდივართ დევიზით მამული ენას არწმუნოება. ჩვენივე თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. იკითხეთ გამოცემა და გვიყურეთ ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია. PK-TV-ის საბავშვო სტუდია ცისკარა იწვევს 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს კორესპონდენტისა და ტელეწამყვანის ოსტატობის შემსწავლელ კურსებზე ყოველთვიური გადასახადით მინიმალურ ფასად. დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ტელეფონებზე ან გვეწვიეთ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩა 79 პირველი სართული ინტერნეტ ტელევიზია PK-TV-ის რედაქცია. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ძვირფასო მაყურებლებო გამოვძოთ ქართულ სპორტზე საუბარს მე და ჩემი კოლეგა მეგობარი ფეხბურთელი ლაშა გურგენიძე ლაშა გამოვძოთ ქართულ სპორტზე საუბარი და ჩვენ გავწყვიტეთ საუბარი იქ რომ ქართველი სპორტსმენები მიდიან საზღვარგარეთ საქართველოში ვერ პოულობენ საკუთარი ნიჭის განვითარების გზებს და იმაზე უნდა შევთანხმდეთ ერთს რა ყველა ქართველი დამეთანხმება რომ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა ჩვენაი პატარა ქვეყანას არ აქვს იმის უფლება რომ ნიჭიერი სპორტსმენები დაკარგოს და ვერ მოუაროს და ვერ მოუფრთხილდეს მათ. ეს არის მოუფრთხილებლობა და აქედან გამომდინარე იკარგება ეს ნიჭიერი ფეხბურთელები ალბათ თორე სხვა მეტი არაფერი არ ვიცი. აი აქ სუსტად აი ამ საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და უნდა მიექცეს ყურადღება ჩემი აზრით. გადავიდეთ ლაშა სხვა თემაზე, ისევ და ისევ ფეხბურთს ჯერჯერობით შევეხოთ. აი ქართული კლუბები, ქართული საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც ევროპის თასებზე, ევროთასებზე გამოვიდნენ, ჯერ იყო და ყველასთვის გასაოცრად რა, ის შრომის შედეგი იყო ის ყველაფერი, რაც ბათუმის დინამომ გააკეთა იგივე, თუნდაც გორის დილამ. ეს ყველაფერი შრომის შედეგი იყო, რომელიც მათ მოიმკეს და დაიმსახურეს ალბათ. აი როგორ შეაფასებდი ამ ყველაფერს? ძალიან ქართველებისთვის ძალიან კარგი დღე იყო გუშინდელი დღე. დღეს ბედნიერი გავიგოთ სპორტული განწყობით შინით. ასეთ ვისე შედეგი თბილისის დინამოს კაცი გაუგდეს და მაინც მოახერხა იბრძოლა ბოლომდე 2-1 დაამარცხა. ცხინვალის სპარტაკმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და არც თუ ისე სუსტ მეტოქესთან ბოტოშანთან 1-1 თამაშა გასვლაზე რა თქმა უნდა და მესამე თამაშს რაც შეეხება დინამო ბათუმი თავის ტრადიციებით და თავის საფეხბურთო ისტორიით კლუბი რომელმაც პირველი ლიგიდან დაბრუნდა დაიბრუნა აჭარული ღირსება და მიაღწია უკვე პირველი წარმატება ევროტურნირებზე ძალიან მოხარული ვარ ამ კლუბიდან ესეთ თან ყველაზე ძლიერ მეტოქეს გამოსდեց ბათუმის დინამო ეთამაშებოდა გუშინაშვილში და ძალიან მოხარული ვარ რომ ესეთ დონეზე ითამაშეს და ასეთ თუ ისე წარმატებულია პირველი ტური და ნახოთ შემდეგ რა იქნება. რა თქმა უნდა ხა ეთაზე შევთანხმდეთ რომ ეს პირველი თამაშები იყო პირველი მატჩები გადაწყვეტილი არაფერია მით უმეტეს დინამოს 2-1 აქვს მოგებული და
საკმაოდ ძლიერი მეტოქე ყავს ახლა, როგორც ამ დავთქვათ, გაბალა, აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანში ფეხბურთში საკმაოდ დიდი თანხები არის დაბანდებული და საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. აქედან გამომდინარე დინამოს ნამდვილად ძლიერი მეტოქე შეხვდა და დაამარცხა კიდეც ის პირველ შეხვედრაში მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით დარჩა და ეს კიდეც ცალკე თემაა, იყო თუ არა მოედნიდან გასაძევებელი ჩვენი ცენტრალური მცველი. აი ამის შემდეგ იგივე შენ ბათუმის დინამო აღნიშნე, ბათუმის დინამომ 1-0 მოიგო, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა რომ შანსი სამივე მათგანს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლისა, ჩვენ იმედი ვიქონიოთ, დავიტოვოთ იმედი იმისთვის, რომ ეს გუნდები გააგრძელებენ ევროსარბიელზე ფიქსეულად გამოსვლას და ღმერთმა ინებოს და ღმერთმა ხნას, რომ უფრო და უფრო წინ წავიწიოთ და ეტაპზეც თამაშოს. თუნდაც ერთმა მათგანმა რომელიც მოდი შიგიაში გაწყვეტნე აი ეს ბათუმის დინამოს ნაირ შეკრული გუნდი მე საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანი არ ნახია რომ ისეთი როა ვიღოთ ეხლა ვიღაც ფეხბურთელი ყავთ გამოცდილების იმის ხარჯზე ერთ გუნდად არიან შეკრული და ბრძოლობენ ბოლო წუთამდე რაღაც ისეთი ჟენია და ისეთი ატმოსფერო თვითონ ხომ თამაშზე ვარ ნამყოფი ისეთი ატმოსფერო რომ როგესიამონება ადამიანის ფეხბურთის სპორტსმენს რა მთელი სულს და გულს დებენ არც ერთი ლეგიონერი არ ყავთ არც ერთი ისეთი ფეხბურთელი რომ ნაკრების დონე რაღაც მაგრამ ძალიან მიჭერი და პერსპექტიული და მებრძოლი ფეხბურთელებთან დაკავშირებული რომელიც თავის შედეგს დებენ დღემდე და მოყოლებული კრიან სეზონის ბოლომდე ძალიან მოხარულია რომ ესე ადგილობრივი და სხვადასხვა ქართველი ფეხბურთელებითა დაკავშირებული და ძალიან სიმპათიურება ეს კლუბი. რა თქმა უნდა, თავიდან აი ბოლოში თვითონ ჩემპიონატის მსვლელობისას ალბათ ბოლო ტურებში დაკარგეს ჩემპიონობის შანსი ერთი პერიოდი და ჩემპიონატის ბოლოსკენ პირველ ადგილზეც კი იყო ეს კლუბი და შანსიც საკმაოდ დიდი და რეალური ჰქონდა რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ბოლოში რაღაც დაანახა ალბათ მაინც და ეს იმ ფეხბურთელების გამოუცდელობა ალბათ პირველ რიგში რომლებიც გუნდის ღირსებას იცავენ, იმიტომ რომ შესაძლოა აღნიშნე მე გადავხედე შემადგენლობას რამოდენიმეჯერ გავუვედი და ისეთი ფეხბურთელი რომელიც დაუშვათ ძალიან დიდი გამოცდილებით დაიკვეხნის და რაღაც ძალიან მაღალ დონეზე ექნა თამაშები მე იქ ვერ აღმოაჩინე ერთი ამირან ლუჯი კი ამირან ლუჯი რომელიც ვეტერანია უკვე და ის თავის საქმეს რა თქმა უნდა თავის საქმეს აუცილებლად ამობს კლუბში მაგრამ ეს ბიჭები აუცილებლად დასაფასებელია ამათი ანუ ეს გვარები აქამდე არ გაჟღერებია იგივე ავიღოთ კაკაბაძე რომელიც აქამდე 24 წლის ბიჭია და აქამდე მე არ გამიგონია და ნაკრების დონეზე გამოდის ბიჭი და თამაშობს გინდა აზროვნებით, გინდა ტექნიკით, გინდა ფიზიკური მომზადებით და ძალიან მოხარული ვარ რომ ესეთი ფეხბურთელები ბათუმის დინამოში მოიყარა ესეთ ფეხბურთელებმა თავი და თავის თამაში და თავის მაყურებელს იზიდავს და 4500 მაყურებელი იყო ჩასული ბათუმიდან სესტაფონში ნეიტრალის სტადიონზე ჯერ მათემატიკას ძალიან კარგია ეს ყველაფერი და მათაც მაყურებელს იმედი არ გაუწევს და ვერსეულად ითამაშეს და დაამარცხეს ძალიან ძლიერი მეტოქე ფაქტია რომ ძლიერი მეტოქე ყავდა ბათუმის დინამოს აი აქ მეორე რამესაც უნდა მიექცეს ალბათ ლაშა ყურადღება როცა კლუბი ასე გამართულ ფეხბურთს თამაშობს არც თუ ძლიერი შემადგენლობით ეს ალბათ აუცილებლად არის მწვრთნელის დამსახურება და მწვრთნელსაც აუცილებლად მიუძღვის წვლილი ხო ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, მწვრთნელი არის სულის ჩამდგმელი. მწვრთნელს შეუძლია გუნდის აღორძინება და დაბლასვა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაკომპლექტებული როგორ არ გუნდი, მაგრამ მწვრთნელს და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, დირექტორს, კლუბის დირექტორს, აი როგორი განწყობა, როგორი ჟინია, როგორ უდგება. ბათუმის დინამო ავიღოთ, თუნდაც მალხაზ მახარაძეა ბათუმის დინამოს კლუბის პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ძალიან ბევრი აქვს ბათუმის დინამოსთვის გაკეთებული და მიღწეული და ესეთი ადამიანი რო იქნება საფეხბურთო ბათუმის დინამოს პრეზიდენტი, რომელშიც ფეხბურთში ამხელა ჯაფაში რომა და ოფრი აქვს ჩადებული, ის გაათმაგებული ენერგიით, გაათმაგებული იცის რა ჭირდება იმ ფეხბურთელს, როგორი სტიმული, როგორი ფიზიკური მომზადება, როგორი ფინანსური მდგომარეობა და ეს ყველაფერი ბათუმის დინამოში, როგორც თბილისის დინამო
და რამოდენიმე კლუბში არის დღესდღეობით საქართველოში. ერთ-ერთია, რომელშიც ფეხბურთელი თავს გრძნობს ნორმალურად, სადაც ელემენტარული აქ იმისთვის, რომ გავიდეს მოედანზე დაიხარჯოს და თავის სათქმელი თქვას. რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ აი ევროპის ლიგის მონაწილე ქართულ კლუბებზე, მაგრამ ჯერ არაფერი გვითხოვს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ გორის დილაზე, საქართველოს ჩემპიონზე. გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონი, ახალგაზრდა მწვრთნელიც უჩა ასოსიაშვილი არის სულ რაღაც 24 წლის. ძალიან დიდი წარმატება ჩემპიონი გახდა გუნდი მისი ხელმძღვანელობით და ახლა კიდე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთება გორის დილა და საკმაოდ ძლიერი მეტოქეც შეხვდა, ძალიან ძლიერი მეტოქეა ხა სერბული კლუბია ბელგრადის პარტიზანი, ახლა ხელსაყრელი გუნდი ნამდვილად არის და უნიკალური შედეგი ამ ახალგაზრდა მწვრთნელის რა, ესე მოხვიდე ფეხბურთში და ამ ხელა შედეგი დადო გორის დილა რაღაც წამოწვა ამ ხელაზე წინ და უცბად მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ესე ამ ხელა წარმატებები მქონდეს ახალგაზრდა ესეთი ახალგაზრდა მწვრთნელისთვის ძალიან დიდი რაღაცას ნიშნავს რა. რა თქმა უნდა და მოხარული ვარ რომ ეგეთი ნიჭიერებაც არის და ეგეთი მწვრთნელებიც გამოჩნდნენ და ახალგაზრდები და დაიხოცებიან და უფრო წინ წავდნენ და უფრო დიდ შედეგებს აჩვენებენ. მართლაც რომ ევროპის დონეზეა უკვე 25 წლის ბიჭი მწვრთნელი ახლა რაღაცაზე გაიყვანს. რა თქმა უნდა გორის დილას ქართულ კლუბს ძალიან დიდი გადაუქმული ბიჭია და წარმატებები უსურვოთ რა თქმა უნდა წარმატებები კლიენტად ქართულ ფეხბურთს და ახლა შევეხოთ აი იმ შეხვედრას რომელიც მომწევს ბელგრადის პარტიზანთან შეხვედრა შენი აზრით ლაშა როგორ შეაფასებდი ანუ შენი შეფასებდი და აქვს თუ არა გორის დილას შანსი რა თქმა უნდა აქვს მაგრამ მაინც შენი შეფასებით როგორია შანსები ბელგრადის პარტიზანი არც ისე ხელწამოსაკრავი გუნდია ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს ჩვენ მაგრამ არაფერი არა გამორიცხული რატომაც არ უნდა მოუგოთ პარტიზანს ფეხბურთელებით კიდე შემადგენლობით კიდე გორის დილას წვიმალი სეზონი ჰქონდა ფიზიკური მომზადებით კიდე არაფერში ტოლს არ დაუდებს თავი გავიდეთ ჩავდეთ სულებული და დარწმუნებული ვარ რომ წარმატებას მივახცევთ ეგეც იქნება მით უმეტეს როცა გორის დილამ საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა ქართველი ფეხბურთელი ასულ ახლა თუნდაც იგივე ოთარ მარცვალაძე არის კიდე რამოდენიმე ფეხბურთელი რომელიც დაიმატეს და თუ არ ვცდები ნიკა კოკოსკი გადავიდა ხო გორიდან წავიდა კი ამ გულში ამარა გორიდან გადავიდა რაღაც ინფორმაცია მქონდა და ეგ ძალიან ჭირდება შინ თუ არ ვცდები გოლი ჩიავდო ბაკოს ინტერბაქოში არის ინტერბაქო ინფორმაცია მქონდა ზუსტად არ ვიცოდი რომ კოკოსკი მიდე ფუძე იყო გუნდის ასე ვთქვათ კოკოსკის ვადებული თვალყურს და ძალიან მიჭიერი ბიჭი არის ეგეთი ფეხბურთელი მართლა ეგეთი მე მოაზროვნე ძალიან დააკლდება გორს და აი გუნდასაც ყვეტია რომ გორმა ამ ხელა შედეგი დადო და ვერ შეინარჩუნა ფეხბურთელი წავიდა ევროპა ლიგის შესარჩევს თამაშობს და როცა შეერო რომ თავის ქვეყანაში გორის დილის წარმომადგენლობაში ყოფილიყო და ჩემპიონთა ლიგის ეგეც რაღაც პრობლემაა დიახ ავიღოთ რატომ წავიდა იქ ფინანსური და უკეთესი მდგომარეობის აქ არ მიცეს მაგრამ და წავიდა და აი ძალიან სამწუხაროა რა ასე ვთქვათ არავშავს თავარია სწორი მიდგომა რომელიც გეზი რომელიც აღებული აქვს ახლა რამოდენიმე ქართულ კლუბს და იმედია სხვაებიც მიბაძავენ და საბოლოო ჯამში ქართული ფეხბურთისთვის იქნება ეს აუცილებლად კარგი და წარმატების მომტანი იმედია სხვაებიც მიბაძავენ ამ ყველაფერს ჩვენ ვუსურვოთ რა თქმა უნდა ქართულ საფეხბურთო კლუბებს ევროსაბელზე წარმატებები იმედი დავიტოვოთ რომ ღირსეულად გამოვლენ ღირსეულად გააგრძელებენ გზას და რაც შეიძლება შორს წაიწევენ ევროთასებზე
ჩვენ აუცილებლად შევეხებით სხვა სახეობებსაც, სხვა თემებსაც, აუცილებლად ვისაუბრებთ სხვა სახეობებზეც. ახლა ჩვენ რეკლამაზე გავალთ. მცირე ხანში დავბრუნდებით და განვაგრძობთ ქართულ სპორტზე საუბარს. კეთი სესიაშვილი ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი, იგივე ჟურნალისტები და იურისტები ჩვენი უფლებების დასაცავად და ჟურნალისტური გამოძიების ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი, ინტერნეტ ტელევიზია PKTV, იგივე პრესკავკასია-ჯი TV მდებარეობს თბილისი ჩუბინაშვილის 79-ში პირველი სართული. ან დაგვიკავშირდეთ. ცხელი ხაზი 296 15 39, 218 25 19, ვიმეორებ 296 15 39, 218 25 19. კლებული სახით გამოვალთ. ინტერნეტ ტელევიზია PKTV, იგივე პრესკავკასია GTV და ინტერნეტ გამოცემა პრესკავკასია-ჯი. ჩვენ არ მოგატყუებთ, ჩვენ ილიას გზით მოვდივართ დევიზით მამული ენას არწმუნოება. ჩვენივე თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. იკითხეთ გამოცემა და გვიყურეთ ჩვენ მოვდივართ, მომავალი ჩვენია. PKTV საბავშვო სტუდია ცისკარა იწვევს 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს კორესპონდენტისა და ტელეწამყვანის ოსტატობის შემსწავლელ კურსებზე ყოველთვიური გადასახადით მინიმალურ ფასად. დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ტელეფონებზე ან გვეწვიეთ მისამართზე ჩუბინაშვილის ქუჩა 79 პირველი სართული ინტერნეტ ტელევიზია PKTV-ს რედაქცია. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ძვირფასო მაყურებლებო, განვაგრძობთ ქართულ სპორტზე საუბარს. ჩვენ ისე გამოგვივიდა რომ ფეხბურთზე ვისაუბრებთ ძალიან ბევრი. იქიდან გამომდინარე, თუნდაც რომ შენ მოქმედი სპორტსმენი, მოქმედი ფეხბურთელი ხარ, ფეხბურთი ცოტა წინ წამოგწია გაცილებით თემაა. რა თქმა უნდა, რომ წინ იყოს ქართული ერი ფეხბურთით ცოცხლო. რა თქმა უნდა, აი თუნდაც გვაქვს. აბა გასახსენებელი და ფეხბურთის გაცილებით მეტი დრო დავუთმეთ. მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხოთ, აუცილებლად უნდა აღნიშნოთ სხვა სახეობებიც უნდა ვახსენოთ და უბრალოდ ვერ ავწდებით ამ თემას. სულ ახლა ხანს დამთავრდა პირველი ევროპული თამაშები ბაქოში, რომელზეც საქართველოს ნაკრებიც ისეთი ძლიერი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, მაგრამ შედეგი რაც იყო, ყველამ კარგად ვნახეთ. ბაშა როგორ შეაფასებდი იმ შედეგებს? არ იყო ანუ სულ მთლიანობაში სულ 2 ოქროს медали ევროპის მასშტაბით ჩემი აზრით საქართველოსთვის არც თუ მაღალი შედეგია, აი დაბალი შედეგია პირდაპირ ვთქვათ და გაცილებით მეტი შეიძლებოდა აი რა თქმა უნდა დაგეთანხმები სავსებით ლოგიკური კითხვა 2 ოქრო ვერცხლს და ბრინჯაოს რო თავი დავანებოთ ქართული სამყაროსთვის მოჭიდავეებისთვის ძალიან დაბალი შედეგია რა ესეთი შედეგი იბრძოლეს ბიჭებმა გავუდნენ დაუფასოთ ძალიან კარგად გიჭიდაობებია ჩვენს ძალიან მონდომებულები იყვნენ მაგრამ რაღაც ფაქტორში არ გაგვიმართა რაღაცაში ვერ ვიყავით ისე ბოლომდე კონდიციებში მომზადებული როგორც საჭირო იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი რომ მხოლოდ 2 ოქროს დავუჭერდით მაგრამ იმედი მაქვს რომ მაღალ შედეგებს დავდებთ მომავალში და გამოსწორდება იგივე ჭიდაობის მხრივ მდგომარეობა. რაღაც ნიუანსები და რაღაცები არის ალბათ რაც აგორებული კულტაინძის თემიდან იქიდან იქ აღარეულობა იქით და რაღაც გამოიღო შედეგი ზემოქმედება ქონდა. რა თქმა უნდა აი ფაქტია რომ ჭიდაობაში აი ჭიდაობა ახსენე შენ და ჭიდაობაში იქნებოდა ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, მსოფლიო თასი თუ თუნდაც ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ყოველთვის იყვნენ მოწინავენი, ყოველთვის ითვლებოდნენ ფავორიტებად და ყოველთვის ოქროს მედლის კანდიდატებად განიხილებოდნენ და ეხლა რატომღაც სულ 2 ოქროს მედალი ისიც ძიუდოში, მძიმე წონაში და 91 კილოგრამამდე წონის კატეგორიაში 2 ოქროს მედალი 90 კილოგრამში ვარლამ ლიბარტელიანმა, რომელიც თავის წონაში არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და უდავო ფავორიტი, ფინალი წააგო რუს სპორტსმენთან. ფინალამდე მშვენივრად მივიდა, მაგრამ ფინალი წააგო. იგივე ლაშა შავდათუაშვილი, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი, ეს ახალგაზრდა ბიჭი. აი არ ვიცი, რაღაც პრობლემაა აშკარად, თორე აი წინა წლებთან შედარებით ხო ფაქტია, რომ წინა წლებში გაცილებით მაღალი შედეგები იყო ვიდრე ახლა. კი, მაგრამ
ყველაფერს ნოდავაბრალეთ ამ ბიჭებს, რომ თავისული და გული ჩარდეს, მაგრამ ამ ყველაფერთან გამომდინარე ხდება იქ რაღაც არ გაგვიმართლა, მაგრამ ძლიერს ყოველთვის უმართლებს და ძლიერი თუა გამართლებასთან უკვე აღარ გინდა ახლოს მისვლა. რაღაც მომენტში თითქოს ფინალშიც კი ზე არ გაგვიმართლა, მაგრამ აი ყველაფერი მოქმედებს, თუნდაც ის რომ ჭიდაობაში და ჭიდაობის ფედერაციაში ამდენი არეულობა გაუგებრობები ხდებოდა და ეგ ყველაფერი აისახება ასე თუ ისე ჭიდაობის სამყაროს და ერთ ოჯახად შეკრული ის მოჭიდავეები მე ვერ დავინახე, რომლებიც გამოვიდოდნენ და რაღაც ვერ იყვნენ ისე მოტივირებულები. რისი ბრალია ვერ ხსნი ხა მე ალბათ უფრო ესეთი ადამიანი უნდა მოვიწვიოთ, რომ გავწევს ამ აუცილებლად იქნებიან და რაც შეეხება ჩემ აზრს ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ეს გუნდურჩატვლაში საფრანგეთთან ძალიან სამწუხაროა, რომ ესე ვიწყებთ და ბოლოს ვერ მიყოს რაღაც ეტაპამდე ორი მოგებით დაუწყე და მე ძალიან სამწუხარო ზედიზედ მივაყოლეთ 3 წელიწადი და მე მეოთხე განამწყვეტი და ასე დავთმეთ უკვე ჩვენმა ოლიმპიური ჩემპიონი გავიდა და უმოტივაციოდ ბოლოს შეხვდა უმოტივაციოდ დათმო რა ასე ვთქვათ. არ ვიცი რა არის სიბრალია ნამდვილად, მაგრამ რაღაც რო გამოსასწორებელია, იგივე ავიღოთ ქართველი გამოდის ისინით და ბრძოლობს და ოქროს პრიზი ორი ხდება და მედლებს იღებს და ისევ სხვა ქვეყანას ასახელებს და რატომ მანდაც კითხვები ჩდება, რატომ არიან ეს ქართველი სპორტსმენები სხვა ქვეყნის ჭერში შეფარებულები და იქაურ დროშას ასახელებენ და იქაურ სახელს უხვეჭავენ იქაურ ქვეყნებს. რატომ ხდება ძალიან დასანერგია და ძალიან დიდი პრობლემა თლიანად ქართულ სპორტში და ძალიან მინდა რომ და გულის მწუხარებით გამოთქვამ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა სხვანაირად მიუღეს, თუნდაც მთავრობა, თუნდაც ის რომ მართლა ქართველები არ ვართ ძალიან სპორტის მოყვარული, ჭიდაობა არის ჩვენი ფუძე, ჩვენი ტრადიცია, ასე ვთქვათ და რაღაც უნდა მიექცეს იმ დონის ყურადღება, რომ ყველანაირი შედეგის მიღწევა შეგვიძლია, არავისზე არაფრით ნაკლები არ ვართ დღემდე ჩვენ ისტორიაზე მოჭიდავეებზე და აქამდე მიღწეულ წარმატებებზე შეგვიძლია ვიამაყოთ და ვიტრაბახოთ, სხვას ყველაფერს დავიდავანებოთ, ფეხბურთს, რაგბს, სხვადასხვა რამებს, ამაში მაინც ვიყავით ამაყები და უნდა ვიყოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ეს პატარა რაღაც ნიუანსი ჩავდა, ორი უფრო არ ამართლა ცოტა შედეგი, მაგრამ უფრო მეტი რომ შეგვიძლია მაგაზე. ეგ არის თავი, დაიდება ეგ შედეგიც დარწმუნებული. ჩვენ ლაშა დავგვიდეთ მაყურებელს, რომ აი ზუსტად მაგ თემებთან დაკავშირებით, თუნდაც ჭიდაობასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთებთ გადაცემას, შენ გააკეთებ, აუცილებლად მივაკვირთ მაყურებელს რეალურ ანალიზს ამ ყველაფრისას და რეალურად გავაანალიზებთ ყველაფერს, მოვიწვევთ კომპეტენტურ სტუმრებს სტუდიაში, დღეს უბრალოდ ჩვენი გადაცემა დიალოგის რეჟიმში გაცნობითი მაყურებელს რო წარუდგინოთ პირველ რიგში ჩვენი გადაცემა, ლაშა წარუდგინოთ და შემდეგი გადაცემიდან ჩვენ უკვე რეალურად შევუდგებით საქმეს და ჩვენ ამჟამად დავიხვეწებით სპორტზე ჩამოყალიბდებით. აი ჭიდაობას უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად, აი ჭიდაობასთან დაკავშირებით აუცილებლად ჭირდება რეალური პასუხები აი რა და რომლებიც გვეყოლება მოჭიდავეები თვითონ ჭიდაობის ფედერაციიდან გვეყოლება წარმომადგენლები და ვისაუბრეთ დეტალებზე რა ხდება, როგორ ხდება რითი წინ წავიდნენ, რა გჭირდება და ყველაფერზე ჩამოყალიბდებით და გვექნება ამ კითხვებზე პასუხი და ამ შედეგებზე და ვინ როგორ იქნაყოფილია, ვინ რა სიძახის და რა როგორ იქნება, ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ გადაცემებში. აი ლაშა მე როგორ შტაბილება დამრჩა იცი, აი მოჭიდავებთან დაკავშირებით. საქართველოში ჭიდაობა ყოველთვის იყო მოწინავე სახეობა სპორტის და ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. ეხლა საქართველოში ჭიდაობა არ ვითარდება თქო, ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ისეთი შტაბილება მექნება, რომ სხვა ქვეყნებში გაცილებით სწრაფად, გაცილებით აი ესეთი მომდევნობით განვითარდა ეს ბოლო პერიოდი და ჩვენთან თითქოს რაღაც შენელდა, რაღაც პაუზა აქვს თუ აი არ ვიცი რა დავარქვა, უბრალოდ ფაქტია რომ სხვა ქვეყნები წარმოიწიენ და წარმოჩინდნენ
აი რუსებს ყოველთვის კონდათ წარმატებები ჭიდაობაში იგივე ფრანგებსაც ძიუდოში რაზეა საუბარი ანუ იგივე ისრაელი და მსგავსი ქვეყნები წამოიციან ფაქტია რომ უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ვიდრე წინასწარ ჩვენ კი ეთანხმები 100% ვიგან რომ სხვა ქვეყანაში მართლა განვითარების გზაზეა და წინ მიდიან და უფრო მეტ შედეგს დებენ და ეთყობათ რომ რაღაცით იზრდებიან და რაღაცით წინ გავენ ნაბის და ჩვენთან უნდა ვთქვათ ინდივიდუალურად ეხა სპორტსმენები თვითონ რაც შეუძლიათ გულს დებენ, მაგრამ აი ისევ ერთ მუშტად შეკრული და აი ეგეთი ის გვინდა რომ აღარ არის აი რაღაც ის ფუძე მოჭიდავები იყო და ერთი დიდი ოჯახი იყო და აი ერთად მიდიოდო და ერთად მიქონდა და თავისი მომზადებდა თავის ფიზიკური და თავისი მონდომებით ყველა მწვერვალებს იპყრობდნენ და თითქოს რაღაც შიდა პრობლემაა იქ რაღაც ნაწილი მომზადებული იყო რაღაც ნაწილი ვერ იყო იმ დონეზე რაღაც ნაწილმა შედეგი და რაღაც ნაწილმა ვერ დადო და ზუსტად მაგაზე ვამახვილე ყურადღებას რომ ჭირდება ესეთი ადამიანი ვინც ამ კითხვებზე პასუხს გავცემს თვითონ ჭიდაობის აუცილებლად გვეყოლება ასეთი რესპონდენტი ჩვენ სხვა სახეობებსაც მივაქცევთ ყურადღებას კალათბურთსაც ვისაუბრებთ მომავალში აუცილებლად ყველაფერს რო თავი დავანებოთ ახლოვდება ევრობასკეტის დაწყების დრო საქართველოს ნაკრებიც გამოვა იმედი ვიქონიოთ რომ პირსეულად და ამ თემებსაც შევეხებით აუცილებლად ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებთ ქართულ სპორტს რაც შეეხება დავსახავთ გეგმებს კომპეტენტურ პირებთან ერთად და ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ მტკივნეულ თემაზე აუცილებლად ფეხბურთს დაუბრუნდეთ ჩემოლაშა და თქვათ იმ პრობლემის შესახებ რაც ბოლო პერიოდში მოხდა საქართველოში 11 აგვისტოს საქართველოში თბილისში დინამო არენაზე გაიმართება ევროპის სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის ამ მატჩისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს დიდი ხანია მზადებით ამ ყველაფერთვის ამიტომ ასეთი მასშტაბის მატჩი საქართველოში ბოლო პერიოდში კი არის და შეიძლება ითქვას რომ არ ჩატარებულა და აი ერთ კითხვას დავსვა იმ პრობლემის მერე რაც შეიძლება მომავალში ჩატარდება კიდე ესეთი დონის შეხვედრა საქართველოში მოგცემს კი UEFA ამის საშუალებას რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფეხბურთოზე იმგოლის წინ და ესეთი ბილეთები ჯისთან დაკავშირებით რაც შეიქმნა მაგ კომპანიის მიერ და რაც ხდება დღესდღეობით ძალიან სამწუხაროა და დღემდე ჩემი მეგობრები ჩემი საახლობლო დღემდე ბილეთებს ელოდებიან ფულ და კითხავთ ესეთი აი ეს ფულზე ან გამოვიდეთ თქვენ ბილეთებიჯის წარმომადგენელი და ეძახის რომ თქვენ რა ბილეთით შეიძინეთ თუ იმის თანხა უკან დაგიბრუნდება თუ არ დაგეკარგება თუ როგორ მე ბილეთი შევიძინე ველოდები ერთი სულ თამაში როდის ახლოვდება რომ წავიდე და ფულს მიbrunde მე რა თმინდა ის ფული მე მინდა თამაშზე ძალიან ცუდია რომ თავიდანვე არ იყო ეს გათვალისწინებული არ იყო გამართული არის ძალიან სამწუხაროა რომ ესეთი რამე ხდება თუ იგივე UEFA-დანაც და დარწმუნებული ვარ FIFA-დანაც იქნება ამაზე გამოხმაურება და აუცილებლად უბრალოდ იმედი დავიტოვოთ და იმედი ვიქონიოთ რომ ეს იქნება მხოლოდ საბადურის დონეზე და სერიოზული სანქციები არ დაუწესდება ფეხბურთის ფედერაციას. ეხლა რამდენი ძამ დაიძახოს ფეხბურთის ფედერაცია ამბობს რომ ჩვენ არაფერს უაში არ ვართ ბილეთები G თვითონ შეარჩია UEFA-მ. თქვათ პირდაპირ თქვათ ლაშა UEFA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის გარეშეც ბილეთები G ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა ჩემი აზრით ესეც პრობლემაა ეხლა და ძალიან ორჯერ 2-4 იგივეა ფედერაცია კურირებს ყველაფერს ან ფედერაციიდან თუ არ ექნებოდა რაღაც რეკომენდაცია თუნდაც ამ ბილეთებიჯის და ის როგორ იქიდან დარეკეს და ვიღაც კერძო პირსთან შეთანხმდა რომ შენი ყავი ბილეთების ეგ არ რეალურია თვითონ მთლიანად ფედერაციიდან და მთლიანად
საიტიდან და საერთოდ ყველა ქართული პრობლემაა რა ესეთი რამე რო ხდება და ძალიან სამწუხაროა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღემდე გარკვეული არავის რა ბილეთი აქვს სადმინის ვისაც ყიდულობს სალაროში როგორ იქნება გაყიდვები რამდენი ხალხი მიზავდება ჩამოსვლები იქნებიან ძალიან სამწუხარო დარწმუნებულიც კი ვარო რა ძალიან ბევრი კომაგი და მოყვარული შეიძლება დარჩეს თამაშის გარეშე იქ სხვადასხვა პრობლემების და მიზეზების გამო და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს რომ ელემენტარულ რაღაცას სულ ვერ ვაყალიბებთ და ვერ ვაბავთ თავს და მთლიანად ქართული ფედერაციის და ქართულ პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამ ხელა დონისის იმაზე ვიკითხავ ესეთი რაღაც უკვე ძალიან ბევრი კითხვა ჩდება მე და არა მარტო ჩვენ მთლიანად სულიად საქართველოს ჩდება კითხვები და იმედამაც არის ასეთი გამოხმაურება და საყვედურები და აი უბრალოდ ერთი რაღაც შეიძლება ითქვას ალბათ ვერ გათვალეს ის რომ ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა და საიტმა ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. როგორ შეიძლება ბევრი ხალხი არ მიაწყდეს და ბევრი მსურველი არ იქნეს ბილეთისთვის, როცა ამ დონის შეხვედრა იმართება თბილისში დინამო არენაზე და მით უმეტეს როცა კატალონიის ბარსელონას უამრავი გულშემატკივარი ყავს საქართველოში და თუნდაც გულშემატკივარი არ იყოს ამ კლუბის აუცილებლად მივა ისეთი ფეხბურთელების ანახავად თუნდაც იგივე მესი ავიღოთ მესის ანახავად მარტოს ყველაფერს უთავი დავანებოთ ბევრი ქართველს ეკნება ცოცხლად მისი ნახვის სურვილი და აუცილებლად ბევრი ხალხი მიაწყდებოდა რა თქმა უნდა რას ვიზამ სამწუხაროდ შეიქმნა ეს პრობლემა მაგრამ ჩვენი მეტ დავიტოვოთ რომ გამოდიან ადამიანები და რაღაც მიზეზებს ეძებენ რა არანაირი მიზეზი არ არსებობს აქ რა მიზეზებზე უნდა ილაპარაკო ბილეთები ჩი წარმოგიდგენთ დამოსდა იძახს ესე რაღაც წინასწარ მომზადებული არ ვიყავთ ეს ვისი პრობლემა ჩემი ფედერაციის და თვითონ მაგ საიტის რა თქმა უნდა ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაში აქტიურად ვიწევს მის რამდენიმეჯერ მივაგიხეთ ტელეფონითაც დავუკავშირდით აკრედიტაციასთან დაკავშირებით ხსენებულ აღნიშნულ შეხვედრაზე ბარსელონა სევილიას მატჩის აკრედიტაციაზე მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ მოვიპოვეთ ეს აკრედიტაცია გასაგებია რომ UEFA იძლევა აკრედიტაციას ამ ყველაფერზე მაგრამ სრულიად შესაძლებელია და რეალურიც არის ალბათ რომ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაუწიოს რეკომენდაცია და რაღაცნაირად იქნებ დაგაკავშიროს და ამოწმეთ ჟურნალისტის ამპლუაში როგორმე აუცილებლად უნდა მოხდეთ ამ მატჩზე მით უმეტეს როცა ჩვენ ვართ ვეტერანები პირველი ციფრული მაუწყებელი საქართველოში და დანარჩენება შემდეგ მომბაძეს ჩვენ და ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ახლა გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე ჩვენ რა თქმა უნდა დაგეთანხმები გიგა ჩვენ ასე თუ ისე ყველანაირად მოხდებით თამაში მაგრამ ჩვენ გვინდა ჟურნალისტის ამპლუაში და დარწმუნებული ვარ ჩვენ მოხდებით როგორც ჟურნალისტები როგორც წამყვანები და გავაშუქებთ იქიდან უახლოეს ამბებსთან მოვლენებს აუცილებლად ლაშა ჩვენი საეთერო დრო ნელ-ნელა იწურება ჩვენ დავიმშვიდობოთ მაყურებელს დიდი მადლობა ყურადღებისთვის მადლობა რომ გვისმენდით ვიყურებდით ჩვენ პირველი გადაცემა იყო ქართულ სპორტთან დაკავშირებით შემდეგი კვირიდან უკვე ჩვენ აუცილებლად შევუდგებით საქმეს რეალურად გავაშუქებთ ქართული სპორტის პრობლემებს და შევეცდებით კომპეტენტურ პირებთან ერთად გავანალიზოთ ყველაფერი. დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა მაყურებელს. დავამშვიდობოთ ჩვენ ტელემოყარებს და ახალი ინფორმაციებით, სპორტული ამბებით დაგიბრუნდებით შემდეგ გადაცემაში. გვადევნეთ თვალყური არ მოიწევთ მე და გიგა დელაძესთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.